გამარჯობა. დღეს აგიხსნით თუ რას მიიღებთ მთლიან პაკეტში flashcard.gis, აგიხსნით რა ძირითადად განახებთ. პირველ გვერდი რა თქმა უნდა ეს არის უბრალოდ თქვენი ატვირთული დოკუმენტი, ან ეს შეიძლება იყოს YouTube ვიდეო, ან ტექსტი, ან აუდიო ფაილი. პირველი რთული, რაც გაქვთ პირველი ხელსაწყო, არის ჩანაწერები. ჩანაწერები საკმაოდ მარტივია, უბრალოდ ნოუთებია, მოკლე შინაარსია იმ მასალის, რასაც თქვენ ატვირთავთ კარგად ახსნილი. შემდეგ გაქვთ კვიზი, კვიზიც საკმაოდ მარტივია. უბრალოდ გაქვთ 4 სავარაუდო პასუხი და შეგიძლიათ რომ რომელიმე მიუთითოთ და ამის მიხედვით ბოლოში როცა გახვალთ გეტყვით რამდენად კარგად გააკეთეთ. ასევე თითოეული ხელსაწყოს რედაქტირება შეგიძლიათ, სადაც შეგიძლიათ რომ ხელსაწყოს თვითონ კვიზები შეცვალოთ, ან დაამატოთ ახალი კითხვაც რო გინდათ და ასე შემდეგ. ასევე გაქვთ სასწავლო ბარათები. სასწავლო ბარათები ჩემი პირადი ფავორიტია, ძალიან მარტივია, უბრალოდ გაქვთ კითხვა და შემდეგ გვერდზე პასუხი და უნდა მიუთითოთ იცოდით თუ არ იცოდით ეს კონკრეტული და საბოლოო ჯამში გეტყვით სწორად გაიცით პასუხი თუ არა. ასევე მალე გვექნება პოდკასტი და რეპეტიტორი, თუმცა ამ წამისთვის არ გვაქვს. და ბოლო არის წერითი ტესტი, ესეც ძალიან მარტივი, უბრალოდ ერთი სიტყვა არის გამოტოვებული და ეგ სიტყვა უნდა შეავსოთ. იმედია რომ ეს ვიდეო დაგეხმარებათ და ნახვამდის.